დამატებად კატო საღამოები რადიო იმედზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი დიმიტრი ლომიძე. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ქალბატონი დალიო კროპირიძე, რომელიც არის კინომცოდნე და ის გახლავთ საქართველოში საერთაშორისო კინოფესტივალი ზალატოი ვიწაზის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. ქალბატონი დალი, საღამოშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმები რადიოს მსმენელებს და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენ უნდა გავამხილოთ ის თემა, რასთან დაკავშირებით თქვენ სტუმრად მობრძანდით. ეს არის საერთაშორისო კინოფორუმი ზალატოი ვიწაზის, ასევე საქართველოს წარმომადგენლობის, მისი საქართველოში წარმომადგენლობის და ტელეკომპანია იმედის ორგანიზებული ერთობლივი პროექტი, ასე ვთქვათ. ფესტივალის ეკო, როგორც მას ეძახიან, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება ის, თქვენ როგორც მიამბობდით, ავსტრიაშიც ჩატარებულა და სერბეთშიც ეს ფესტივალის ეკო და მესამე შემთხვევაა, რაც ტარდება უკვე საქართველოში, თუმცა ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად თქვენ ისაუბრებთ. მე მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ 2013 წლის 23 და 26 სექტემბერი საინტერესო ამბები გველის კინოთეატრ ამირანში. მაგრამ მანამდე საინტერესო ამბებზე გადასვლამდე თვითონ ეს ზალატოი ვიწაზი საკმაოდ ასაკოვანი ფესტივალია. ფესტივალისთვის 24 წელი ცოტა არ უნდა იყოს მგონი. არა, ნამდვილად ცოტა არ არის და მინდა გითხრათ, რომ აი დაარსებიდან დღემდე ხო ყოველ წელს აბსოლუტურად თავის მხატვრულ შემოქმედებით პროდუქციებს დის ყველა ფესტივალზე. ეს არის ფესტივალი, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ღებულობენ მონაწილეობას. და მინდა გითხრათ, რომ ამ ფესტივალზე ძალიან ხშირად და ყოველ წელს თითქმის ქართული კინემატოგრაფია არის ძალიან ფართო მასშტაბით წარდგენილი, ძალიან ხშირად გამხდარა ჩვენი ფილმები ამ ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი ზალატოი ვიწაზის და აი ამ ბოლო წლევანდელი ფესტივალის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნავი მოვლენა ის იყო, რომ ქართული კინემატოგრაფიის ძალიან ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ხაბაროვსკში, მიწვეულები და ელდარ შენგელაია დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი უმაღლესი ჯილდოთი, რომელიც ძალიან ცნობილ ხელოვანებს ენიჭებათ კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის. ეს არის სერგეი ბონდარჩუკის პრემია და საპატიო სტუმრად იყო მიწვეული ბადურ ძულაძე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ესეთი ფართო მასშტაბიანი დელეგაციით სტუმრობდით ხაბაროვსკს. რაც შეეხება თვითონ ამ ფესტივალს, ფესტივალის პრეზიდენტი გახლავთ ცნობილი მსახიობი ნიკოლოზ ბურლიაევი, რომელიც მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ნაცნობია, აი ან ძირითადად ანდრეი ტარკოვსკის ფილმებიდან და პირველი მისი როლი იყო ანდრეი ტარკოვსკის ფილმში ივანეს ბავშვობა და უკვე შემდეგ ანდრეი რუბლიოვი. და ამ რეჟისორს და თვითონ ნიკოლოზ ბურლიაევს ძალიან თბილი დამოკიდებულება აკავშირებს ქართული კინემატოგრაფის წარმომადგენლებთან და დიდ პატივს ქართულ კულტურას და ქართულ ხალხს. ხო, ეს ცალკე თემა, საერთოდ მისი დამოკიდებულება, როგორც თქვენ მიამბობდით, ის როდესაც ლერმონტოს იღებდა ფილმს, ამ დროს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ნამდვილად. და გითხრათ, რომ მას აქვს აი ახლა სამტომეული დაწერა, რომელიც მოიცავს, ესე იგი შეიძლება ითქვას, შემოქმედის დღიურია, რომელიც ასახავს აი მისი მთელი შემოქმედების გარკვეულ ეტაპებს და იქ მთავარი აი აქ იწყება ესეთი რამით, რომ ცხოვრებაში შევხვენი სამი ზარიო. ერთი იყო გადავიღე ფილმი ლერმონტოვი, მეორე იყო, როდესაც ითამაშა ანდრეი ტარკოვსკისთან და მესამე როდესაც ფესტივალი შექმნა ეს ზალატოი ვიწაზი. და აი იქ როდესაც ლერმონტოვთან დაკავშირებულ დღიურებს ვეცდობით, ხო? იქ ძალიან ყველაფერს წერს და ძალიან დიდი სითბოთი წერს აი საქართველოს ქართულ ლერმონტოვის ურთიერთობას საქართველოში ამსახველი კადრების გადაღებას. სადაც და აი ესეთი სტამბეშტავად აქვს, რომ მე როდესაც ვიღებდი ჩვენ ლერმონტოვის საქართველოში ყოფნის პერიოდს, ესე იგი ჭავჭავაძესთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთან სტუმრობას, ეკატერინე ჭავჭავაძეს და ლერმონტოვის, აი ამბობს, რომ ეს სცენას რო ვიღებდითო, ხო,
ყველა მთელი მონაწილე მსახიობები და მაყურებელი ხო, როდესაც დაიწყოსო ქართველებმა სიმღერაო, აი საერთოდ სულ განაგული უსმენდაო და მინდა გითხრათ, აი ეს ის ქართული კულტურის სიყვარულის, ქართული სიმღერის აი ეს ტკბილ მოუვარი ხოვანება ხო? აი დღემდე მოყვება მას. და ჩვენ როდესაც მართავთ ხოლმე ქართული კინოს დღეებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში იქ აი ამ ქართულ სიმღერას ყოველთვის წარადგენს ანსამბლი თბილისი, რომლის დირექტორიც გახსოვთ საზა მამალაძე და მინდა გითხრათ, რომ აი ქართული კულტურა ნიკოლოზ ბურლიაევისთვის და აი ამ ფესტივალში მონაწილე ყველა სტუმრისთვის ძალიან ღირებულია. თვითონ ჩვენ ფესტივალს უფრო დაწვრილებით რომ შევეხოთ, ეს არ არის მხოლოდ კინოფესტივალი, საინტერესო არის ყველა სფეროს მოიცავს ხელოვნებისას თვითონ და ასევე მონაწილეობს ამ კინოფესტივალში, კინოფესტივალს რო თუ კი შევეხებით ცალკე, მასში არის პრიზი გაიცემა როგორც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისთვის, ასევე დოკუმენტური ფილმებისთვის, ტელეფილმისთვის, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ გრან პრის როდესაც გადასცემენ საუკეთესო ფილმად შეიძლება ნებისმიერი ჟანრის დასახელდეს და არ არის შესაძლებელია რომ შეიძლება საბავშვო ფილმი დასახელდეს, შეიძლება მოკლემეტრაჟიანი, შეიძლება ანიმაციური, აბსოლუტურად ყველა ჟანრში აქვს პრიზი. და ეს ფესტივალი უკვე მოიცავს თითქმის ხელოვნების ყველა დარგს აერთიანებს. და აი ეს და იცით რა, აქ არის აღსანიშნავი ის, რომ აი ამ ფესტივალზე არის ფილმები, რომლებიც ძირითადად ხო დამწყებელ შემოქმედი იქნება თუ ზოგიერთი ხელოვანების ყოველთვის არის ფილმები გამშვალული აი ნამდვილი ჭეშმარიტი მხატვრული ღირებულების ნიმუშებს წარმოადგენენ. იქ არ არის ძალადობა, იქ არ არის მკვლელობა, იქ არ არის რაღაცა საშინელება. აი ყველა სიუჟეტი, ყველა ფილმის, რომელიც იკითხება ფესტივალისთვის, აგებულია მაღალ მხატვრულ დონეზე. და აი პასუხობს ადამიანის სულიერების ამაღლების, ჩაგაფიქრებს იცით, აი იმისთვის, რისი დანიშნულებაც აქვს კინემატოგრაფს. და ეს მესამე შემთხვევა ჩვენ გავხნიშნეთ თორცდები, რომ ტარდება და პირველი იყო 2007 წლის აპრილში. შემდგომ იყო შემოდგომაზე და ნუ მერე განვითარებული მძიმე მოვლენებიდან გამომდინარე 2008 წელს რაც თავს დაგვატყდა. მინდა გითხრათ, რომ ამ ფესტივალის წარმომადგენლობა გახსნა ჩვენთან განაპირობა 2005 წელს ჩავატარე ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედებითი საღამო და მასში მონაწილეობის მისაღებად უკვე დავპატიჟეთ ნიკოლოზ ბურლიაევს და აი ამ დროს უკვე შეიქმნა დაარსდა ქართული წარმომადგენლობა, რომელიც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ფუნქციონირებს. და აი აქედან გამომდინარე მე უკვე რუსეთის საელჩო ედგა ჩვენ წარმომადგენლობას ძალიან დიდ მხარდაჭერას ღებულობდით, ასევე როგორც მოსკოვის კულტურის სამინისტრო და ჩავატარეთ ორი ფესტივალი ძალიან დიდი მასშტაბის, სადაც ცნობილი მსახიობები იყვნენ ჩამოსულები, რეჟისორი ვლადიმერ მენშოვი, ლიზა ფედოსევა, შუქშინა, ლარისა გალუკინა და წარმოდგენილი იყო ძალიან ისეთი ყველა ის ფილმები, მსოფლიოს სხვადასხვა რეჟისორების ფილმები, რომლებიც თავისი მხატვრული ღირებულებებით მართლაც რომ შეიძლება ითქვას ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. ეხლა რაც შეეხება ეხლანდელ ჩვენ ფესტივალს, რომელიც დაიწყება 23-დან 26 სექტემბრამდე კინოთეატრ ამირანში, ძირითადი იქნება ნაჩვენები ფილმები მცირე დარბაზში და ძირითადი დადროც მაინც ამ ფესტივალის იქნება ნიკოლოზ ბურლიაევის შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ ძალიან ცნობილი მსახიობები, სერგეი ბეზრუკოვი, მარია შუშინა. ეს ქართველი ქალების გულების ყურებელი. და მინდა გითხრათ, რომ ფასაშორის ძალიან დიდი პატივით არის გაწყობილი სერგეი ბეზრუკოვი ქართველი ქალებისადმი. რასაც ქვია პატივი. არ თვითონ არის ესე იგი გულგრილი თავის დაყვანისმცემლების მიმართ. ნამდვილად. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ უყვარს იცით ქართული კულტურა უყვარს. ეს არ არის ახლა მე რასაც ვამბობ ისეთი ფრაზები რო ვიძახენ კი არა, აი ნამდვილად იგრძნობა რომ მართლა უყვარს, მართლა პატივისცემს და იგივე მარია შუქშინა ყოველთვის ახლა დედამისი აღფრთოვანებული იყო რომ ორივე ფესტივალზე იყო ლიზა ფედოსევა ჩამოსული და ახლა რომ მისი ქალიშვილი ჩამობრძანდება, მე ვფიქრობ აი ამ დღეების განმავლობაში მაყურებელს მართლა შესაძლებლობა ექნება რომ ეზიაროს აი ნამდვილ სასიამოვნო საფესტივალო დღეებს და ეხილოს და შეხვდეს რუსული კინემატოგრაფის ნამდვილად ბრწყინვალე ჭეშმარიტ წარმომადგენლებს.
კეთილი, ჩვენ მაშინ ჯერ საინფორმაციო გამოშვებას დავუთმობთ სულ ცოტა ხანში რადიო იმედის ეთერს და მე შემდგომ ვისაუბრებთ ისევ უკვე ფესტივალის შესახებ, ამჯერად უკვე თბილისური განრიგის შესახებ 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, თუ რა ამბები გელით თქვენ კინოთეატრ ამირანში. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ საუბრობთ საერთაშორისო კინოფორუმის ზალატოვი ვიწაზის შესახებ, რომელიც ფესტივალის ეკო და ასე ეწოდება და ასე ამბობენ თვითონ წარმომადგენლები ფესტივალისა. ფესტივალის ეს ეკო გაიმართება საქართველოში და მას მართავს თვითონ ზალატოვი ვიწას კინოფორუმი, საქართველოს წარმომადგენლობა და ტელეკომპანია იმედი, ასევე ეს იმართება ქალბატონო დალი თეიმურა შელეგიას მხარდაჭერით. ფინანსური მხარდაჭერით. ვიცი, როგორც ბრძანეთ, ის ჩვენ ამ ყველაფერს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ჩვენი მუდმივი პარტნიორების მხარდაჭერით ასევე. და ჩვენი გაცემის სტუმარი მინდა შეგახსენოთ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზალატოვი ვიწაზის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კინომცოდნე დალი ოქროპერძე. ჩვენ 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით გველის ძალიან საინტერესო დღეები კინოს მოყვარულებს ყოველ შემთხვევაში და კინოთეატრ ამირანში დღეში სამი ჩვენება. დიახ. და იქნება, ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება რუსული კლასიკური ფილმების მართლაც საოცარი ნიმუშები. ნაჩვენები იქნება ანდრეი ტარკოვსკის, ანდრეი რუბლოვი, ნაჩვენები იქნება აგრეთვე თავად ნიკოლოზ ბურლეევის ლერმონტოვი, ნაჩვენები იქნება აი ახლა ექსკლუზიურად ჩვენთვის ნიკიტა მიხალკოვმა გამოაგზავნა უტამლიონის სონცე 2. ეს იქნება ნაჩვენები, იქნება ნატალია ბონდარჩუკის გოგოლ ბლიჟაიში და სამხედრო საველე რომანი პეტր თოდოროვსკის. ვფიქრობ, რომ აი 3 დღის განმავლობაში მაყურებელი ნახავს ამდენად საინტერესო კინემატოგრაფიულ ნიმუშებს. და თვითონ რაც შეეხება დასწრებას, ეს უფასო იქნება სურათათვის თუ როგორ? დასწრება, ეხლა გახსნა რომ საღამოს 8 საათზე, რომელიც გაიმართება 24 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში, იქ ბილეთები იქნება შეზღუდული რაოდენობით იქნება გაყიდვაში და ფილმებზე დასწრება ამ 3 დღის განმავლობაში იქნება თავისუფალი დასწრება იქნება და მინდა გითხრათ, რომ აი დავუშვათ ნატალია ბონდარჩუკის ფილმს გოგოლ ბლიჟაიში, ამას არად ამ ფილმ მაყურებელს შესაძლებლობა იქნება, რომ ფილმის დაწყებამდე შეხვდნენ მასში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს მარია ბურლეევას. აგრეთვე მარია შუქშინას მონაწილეობით იქნება ფილმი დამასაფლავეთ პლინტუსის ქვეშ, ეს არის ალექსეი სნეჟკინის ფილმი, სერგეი სნეჟკინის ფილმია, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს მარია შუქშინა და აი ამ ფილმის დაწყების წინაც მაყურებელს შესაძლებლობა იქნება, რომ შეხვდეს ამ ცნობილ დიდ მსახიობს. აგრეთვე გაიმართება კაფე ბარ ხარებაში 24 სექტემბერს 5 საათზე ნიკოლოზ ბურლეევის წიგნის სამტომეობის პრეზენტაცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უკვე ცნობილი მსახიობები, სერგეი ბეზრუკოვი, მარია შუქშინა. 24 სექტემბერს საოცრად დატვირთული, გარდა იმისა, რომ პრესკონფერენცია გაქვთ 13 საათზე ფესტივალის სტუმრებთან ერთად, და თქვენ მე აღნიშნეთ, რომ 17 საათზე იქნება ბურლეევის წიგნის პრეზენტაცია და დასრულდება ეს ყველაფერი 20 საათზე საღამოს კინოთეატრ ამირანში გალა კონცერტით ფესტივალის სტუმრებისა და ცნობილი ქართველების მონაწილეობას მიიღებენ ზურაბ ხიფშიძე, ბადურ წულაძე, ანსამბლი თბილისი, საღამოს წაიყვანს გრიბოედოვის თეატრის ცნობილი მსახიობი ხარიუჩენკო. აგრეთვე ყველაზე შესანიშნავი ის არის, რომ ამ ჩვენ სტუმრებს, ფესტივალის სტუმრებს მიიღებს უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და ძირითადად აი სანამ აქ ჩვენი ორი ფესტივალის დროს, როდესაც გვქონდა 2007 წელს, ყოველი ფესტივალის დასასრულს ჩვენ მსახიობებს ღებულობდა უწმინდესი და აი ყველაზე ნათელი, გარდა იმისა, რომ ქართულ მაყურებელთა შეხვედრა, ქართველი ადამიანების სითბო, იმ აღფრთოვანებულები იყვნენ, აი ყველას გაყობა და ყველა თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომ
ჩვენ შევხვდით შესაძლებლობა ქონდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის. თვითონ რაც შეეხება ფესტივალს, ყველა ფესტივალს აქვს თავისი დანიშნულება და ყველა ფესტივალი რაღაც მიზნით იქმნებოდა თავის დროზე. აი ამ ფესტივალის მიზანი თავის დროზე რა იყო და რა არის მისი დანიშნულება? და ფაქტობრივად თავის დროზეს და ეხლაც უკვე გრძელდება, რომ აი კინემატოგრაფს დაუბრუნდეს თავისი ჭეშმარიტი ღირებულებები. ის ღირებულებები ერთად იქმნებოდა, თუნდაც ის როგორც შეიქმნა რუსული კინოს ფენომენი, იგივე აი რაც ჩვენთან ქართული კინემატოგრაფის ფენომენი. აი აბსოლუტურად ნაწარმოები აღზარდონ თაობები და მოიძიონ ყველა ის ნიჭიერი შემოქმედები, რომლებიც აბსოლუტურად შექმნიან ნამდვილი კინემატოგრაფიულ ნიმუშებს. და რა ისეც აი როგორც დღეს ჩვენ დასაუბედუროთ იქნება, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ფილმი კი არა, უმეტესობა ეს ციტყვი რომ აკრაიმე ხელოვნების ნიმუში ან კინემატოგრაფიულ ნიმუშს წარმოადგენს და ამ ყველაფრისთვის და მინდა გითხრათ რომ ეს რუსეთში უკვე თანდათან მიღწევად ხდება. ფესტივალმა თავისი როლი შეიტანა ძალიან რუსეთშიც და იმ ქვეყნებშიც აი მისი წარმომადგენლები ჩამოდიან, ხოლმე ყოველ შემთხვევაში უკვე დავუშვათ რეჟისორებს უჩნდებათ იმის სურვილი, რომ ნამდვილად შექმნან მართლა ჭეშმარიტი ღირებულების ფილმები. Aceea festivalul მონაწილე ფილმები როგორ რჩება? გამომდინარე იქიდან რომ მე თავიდან სიმართლე გითხრათ მეგონა რომ მხოლოდ რელიგიური კუთხით ირჩეოდა ფილმები თვითონ როდესაც სლოგანი ვნახე თვითონ ფესტივალის სლოგანი როდესაც ვნახე თუმცა მე როგორც თქვენ ბრძანეთ ეს არ არის ასე ანუ აბსოლუტურად იმიტომ რომ იცით რა აქ არის სლოგანიც აქ არის სულიერი ამაღლებისთვის ხო ქრისტიანული პრინციპები და ქრისტიანული ძალიან ბევრს გონიათ რომ მანდამაიც ეს უნდა იყოს მართლმადიდებლური უნდა იყოს, მაგრამ იქ არის აი ეს ნეობრივი პრინციპების დამკვიდრებისთვის, სულიერების ამაღლებისთვის და ამ ფესტივალზე ხო მონაწილეობას ხებულობენ ირანიდანაც, არამართლმადიდებლური ქვეყნებიდანაც ჩამოსული ძალიან ბევრი უამრავი ადამიანები, მაგალითად იყო ხშირი შემთხვევა, როდესაც დავუშვათ მუსულმანური ქვეყნის წარმომადგენელსაც მიუღია პრიზი. ესე იგი აქ არის მთავარი რომ არ უნდა იყოს ძალადობა. შეიძლება უნდა აი მხატვრულ პრინციპებს უნდა შესაბამებოდეს კინემატოგრაფიას და არ უნდა იყოს ისიც აი აქ არ ირჩევა ფილმები რომელიც არის საკასო ფილმები და იყოს ძირითადად აი რომელიც მაყურებელს რაღაცაზე ჩააფიქრებს აი იმას აი რაზეც შეიქმნა და რაზეც ვითარდებოდა და რაზეც დგას ნებისმიერი კინემატოგრაფი როგორც ჩვენი ასევე რუსეთში და ასევე მსოფლიო კინემატოგრაფი და გადაიცემა სამი პრიზი გრან პრის გარდა, ანუ ეს არის ოქროს ვიწაზე, ვერცხლის და ბრინჯაოს ვიწაზე. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ის ფილმები, რომლებსაც ნახავთ, ისინი უკვე მონაწილეობდნენ კინოფესტივალში, დაჯილდოებულებიან და ეს არის ერთგვარი ეკოსაბით. დიახ და მინდა გითხრათ, რომ ეხლა წელს კინოთეატრში ჩვენი მუდმივი პარტნიორები არიან ამ ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან თბილისი მარიოტი Georgian Airways, ავიაკომპანია, ტელეკომპანია იმედი თავისთავად და აგრეთვე არის მეღვინეობა ხარება. მუდმივი პარტნიორები და კინოთეატრი ამერანი და აი ამათი მხარდაჭერით და უშუალოდ კინოთეატრ ამერანის მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება რომ თვეში ერთხელ მაყურებელმა იხილოს სალატოვი ვიწაზის ოქროს ფონდში დაცული ყველა ის ფილმები რომლებმაც თავის დროზე გარკვეული აღიარება მოიპოვეს ამ ფესტივალზე და ეს არის მართლა უნიკალური ფონდი მინდა გითხრათ. აი ამ ფონდიდან ყველა ფილმის ნახვის შესაძლებლობა კინოთეატრ ამერანის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა და დიდი მადლობა გადავხატო მათ დირექტორებს და წარმომადგენლებს რომ მაყურებელი თავისუფალი დასწრებით შესაძლებლობა ეხება ნახოს ყველა ეს არა მხოლოდ ამ ფესტივალის პერიოდში, როდესაც დღეში სამჯერ შეგიძლია შეხვდე ამერაში სტუმრად. ჩვენ დავგეგმავთ ერთ დღეს, რომელშიც აი მაყურებელი მივა უფასო დაждდება დარბაზში და უყურებს ფილმს. ეს იქნება სალატოვი ვიწა, საქართველოს წარმომადგენლობა სალატოვი ვიწაზის წარმომადგენლობა და კინოთეატრი ამინარი ერთობლივად. ეგილი და განსაკუთრებით მაშინ რატომ და მოვიდეთ ამ ფესტივალზე და განსაკუთრებით ვის ეპატიჟებით ყველა ფესტივალს ხვეთით თავისი მოყვარული ყავს ყველა კინოს ყველა მიმართულებას თავისი და განსაკუთრებით მაშინ ვინ უნდა მოვიდეს
იცით რა, მე ვფიქრობ, აი უნდა მოვიდეს ის ადამიანები, ვისთვისაც ღირებულია კულტურა, მისი პრინციპები და ის ადამიანები, ვისაც უყვარს ნამდვილი კინემატოგრაფიული ნიმუშები და ვისაც უყვარს იმ შემოქმედებთან შეხვედრა, აი ვინც შექმნეს მსოფლიო კინემატოგრაფიული საგანძური. კეთილი, ჩვენი გაცემა დასასრულს მივახლოვდა. შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმარი იყო საერთაშორისო კინოფესტივალის ზალოტოვი ვიძაზის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კინომცოდნე დალი ოქროპერიძე. დიდი მადლობა ქალბატონი დალის სტუმრად მობრძანებისთვის. 26 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში თქვენ გელით დღეში სამჯერ საინტერესო ფილმები. ძალიან თუ რამე. აი ხა რო თქვით ვინ უნდა მოვიდესო, ხო და მე მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან დიდი სურვილი უკვე იგზნობა, აი ხა ბავშვების ძალიან დიდი დაინტერესება, აი რო შეხვდეთ თუნდაც სერგეი ბეზრუკოვს, თუნდაც შეხვდეთ ნიკოლოზ ბურლიაევს, აი ეს უკვე ესეთ აი 15-16 წლის მოზარდები, აი ხა მაგეთად გუში მოხდა ძალიან ღირებული მოვლენა, საჭადრაკო ჩემპიონატი დასრულდა იქ და ერთ-ერთი მოჭადრაკე გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ეს არის ნინო ხომერიკი და მან თქვა, რომ როდესაც თამაშის მერე ყველა გვეკითხებოდა უკვე, რომ აი როდის უნდა მივიდეთ ამირანში, რომ ნახოთ ჩვენ მართლაც აი მსახიობები, რომლებიც აი იციან, ანუ ნახავთ ან არა და თავის ოჯახის წევრებიდან აქვს მოსვლელი და მინდა ერთხელ კიდე მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანებს, კულტურის სამინისტროს, მინდა გადაუხადო რუსეთის საპატრიარქოს, მინდა გადაუხადო დიდი მადლობა თბილისი მარიოც, მეღვინეობა ხარებას, საინფორმაციო მხარდაჭერებს და კინოთეატრ ამირანს და ყველა იმ ადამიანს და რა თქმა უნდა ფინანსური მხარდაჭერა თეიმურა შელეგიას, ვისი მხარდა თქვენ დიდი მადლობა, ვისი მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ამ იდეის რეალობაში განხორციელება. მადლობთ კიდევ ერთხელ. ჩვენგან მადლობა თქვენ სტუმრად მობრძანებისთვის და სანამ დაგემშვიდობებდეთ, შეგახსენებთ, რომ Facebook-ით კი შეიტყობდით, ალბათ თუ კი ჩვენი გვერდი გაქვთ მოწონებული, მაგრამ ვინც არ სარგებლობთ სოციალური ქსელებით, მათ ვეტყვი, რომ გადაცემის დღეები შეიცვალა და ამჯერად ჩვენ საოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს, თუმცა დრო იგივეა 22 საათი და 10 წუთიდან შევხვდებით უცვლელ ადგილას რადიო იმედში. Ნაჭეხება იმას თუ ხვალ რა გველის ხვალინდელ დღეს გაგიმხელთ, რომ ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია გველის, ასევე ძალიან საინტერესო პოეტის სახელმწიფო სახლ-ჩებელზე ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს ევროპის სახლში და ხვალ ჩვენ ამის შესახებ საღამოს ვისაუბრებთ ამ წიგნის ავტორთან ირაკლი კაკაბაძესთან ერთად. პარასკევს კი რაც შეეხება, პარასკევის უცვლელი სტუმარი რადიო იმედის მთავარი ბიბლიოთეკარი მამუკა ხანთაძე შემოგვიერთდება. გემშვიდობებით, უსმინეთ რადიო იმედს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით.